გავააქტიუროთ კუპონები და ბარათები ტელეფონით. მოკლედ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა შევიდეთ პირად კაბინეტში და გქონდეს, რა თქმა უნდა, გასულ კატალოგში გაკეთებული და გადახდილი შეკვეთები, რათა მოგროვებული გქონდეს კუპონები, როგორც იცით, გასულ კატალოგში გროვდებოდა. პირად კაბინეტში რო გადახვალთ, აი აქ არის კუპონები და ბარათები, უნდა გადავიდეთ აქ სადაც ხედავთ ჩვენი კუპონები და ბარათები რამდენი დავაგროვეთ. აქ მიწერს რომ 14 ბარათი მაქვს დაგროვებული, აქედან 9 უკვე გააქტიურებულია და ნაწილი არა მაქვს გააქტიურებული. ეხლა ვნახოთ და გავააქტიუროთ. აქ თან ხედავთ რომ რა მაქვს მოგებული, ნახეთ 55%-იანი ფასდაკლება სახლის მოულის კოსმეტიკაზე და რაოდენობაში მაქვს 3. დავკლიკოთ ბონუსის ბარათების გააქტიურება ან გაზიარება, ნახეთ 3-ვე ბარათი ერთიანად რო გავააქტიუროთ. აი ესე დავკლიკავთ, გააქტიურება. რა თქმა უნდა, თუ კი სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ ეს გააჩუქოთ, ანუ აი ეს კოდი უნდა გადასცეთ სხვას, თუმცა გააქტიურებულს უკვე ვეღარ გადასცემთ ვერავის. შემდეგი არის თმის მოულის საშუალებებზე 45%-იანი, ესეც გავააქტიუროთ. ესეც თქმის მოულის საშუალებებზე 50%-იანი ფასდაკლება, გავააქტიუროთ. აი ესე სათითაოდ უნდა მიყვეთ. აქ არის 55-იანი და გააქტიუროთ. აქ გვაქვს 60%-იანი ფასდაკლება, აბაზანისა და საშხაპე იმაზე, აქ გვაქვს 55-იანი არომატზე, ანუ სუნამო შეგვიძლია ნებისმიერი ავიღოთ. თმის მოულის საშუალებები 60%-იანი, ისევ საშხაპე გელი 55%-იანი. აქ შეიძლება იყოს საჩუქარიც, ანუ ძალიან ბევრ კონსულტანტს ამოუვიდა, ეს უკვე გააქტიურებულია, ნახე, აღარ გამააქტიურებინა. ეხლა სადნახოთ ჩვენი გააქტიურებული ბარათები, რომლებიც გავააქტიუროთ, როგორ ავარჩიოთ. დავიწყოთ შეკვეთის განთავსება. თუ კი რაიმე გინდათ, რომ კალათაში ჩაყაროთ ჩვეულებრივად კატალოგიდან, უკვე აი აქ შეგიძლიათ არტიკულები შეიტანოთ და ჩაამატოთ, თუ მხოლოდ კუპონების არჩევა გვინდა, ასეთ შეგვიძლია, მაშინ უნდა დავიდეთ აი აგერ პერსონალურ აქციებში. და შემდეგ შევიდეთ აქ ჩამონათვალს თუ დაკლიკავთ, აი ამას თუ დაკლიკავთ, ჩამოიშლება მთლიანი ჩამონათვალი რა კატეგორიების მიხედვით. რომ არ ვსკროლოთ, ანუ ასეთ შეგიძლიათ იპოვოთ, აი ასკროლოთ, მაგრამ ესე რო არ იწვალოთ, პირდაპირ გადავიდეთ კუპონებსა და ბარათებში. აი აქ ხედავთ ჩვენი გააქტიურებული ბარათები, რა კატეგორიებიც გავააქტიურეთ, ისე კატეგორიების მიხედვით დაყოფილი და ყველა ის პროდუქტია თავმოყრილი. ანუ ნახეთ მაგალითად საშხაპე და აბაზანის საშუალებებში რომ არ ვეძებოთ სათითაოდ, აქ არის გაერთიანებული ყველა საშხაპე და აბაზანის საშუალება. პროდუქციის არჩევას დავკლიკავთ და აი ასე იქნება ჩამონათვალი. მაგალითად, ავარჩიოთ პირის ღრუსავლები და ჰიგიენური, აი ნახეთ არ ამარჩევინა, ანუ 50%-იანი ერთზე მაქვს. ეხლა გამოყენებას დავკლიკოთ, ეს უკვე ავარჩიეთ. შემდეგი გვაქვს ისევ საშხაპის 55-იანი, თუ კი რამე გვინდა, რა თქმა უნდა, ის გვინდოდა ინტიმგელი, აი აგერ, ესეც ავარჩიოთ, გამოყენება, დავკლიკოთ. შემდეგი, თუ გვინდა, მაგალითად, აბაზანის აღარ გვინდა, ანუ ნახეთ, ეხლა აბაზანის ხო გქონდა 60-იანიც, 55-იანიც და 50-იანიც, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ 60-იანში არჩიოთ, თუ თქვათ ბევრი გინდათ, კი ბატონო, მაგრამ თუ ერთი გინდათ, მაგალითად, რატომ აარჩევთ 50%-იანში, ავიღოთ 60-იანში, ეს უკვე თქვენი სურვილის მიხედვით არის. თმის მოულის საშუალებებში გადავიდეთ და რამდენი კუპონი გვაქვს, აი ხო არ დაგვამახსოვრდებოდა, იქიდან მითითებული იქნება, აი აქ, აგერ რამდენის არჩევის უფლება გვაქვს, ანუ 1-ის არჩევის უფლება გვაქვს და 0, ანუ ჯერ არ აგვირჩევია. ავარჩიოთ საბავშვო, გამოყენებას დავკლიკოთ და აი ამას გადაიტანს უკაცრავად გაგრძელებაზე დამეჭირა. ამას უკვე გადაიტანს ჩვენს კალათაში.
ჩვენს კალათაში რა თქმა უნდა ხედავთ რა აქციით გვაქვს არჩეული, აი ასე მწვანეთ იქნება და რომ ჩამოშლეთ იმასაც ხედავთ. მე უკვე ავარჩიე რაღაც პროდუქტები, თუმცა ჯერ ცოტაა, ნახეთ, კატალოგის მიხედვით 21 ლარია, იმიტომ რომ ისედაც ფასდაკლებით ავირჩიე და რა თქმა უნდა დაბალი ჯამი დამიწერა. შემდეგ თუ კი რაიმე გვინდა მაგალითად კიდე აი სუნამოები. ავარჩიოთ კიდე ერთი სუნამო. ნახეთ 75 ლარიანი სუნამოა ეს და 35 ლარი და 18 თეთრი დამიწერა. 3 არჩევის უფლება მაქვს და ავირჩიე ერთი. ეხლა კიდე ერთს დავამატებ, აი ამასა და ამას, აი ამას და გამოყენებას დავკლიკავ. და ესენი უკვე კალათაშია გადასული. გაგრძელებას დავკლიკოთ და ჩემი შეკვეთა უკვე აი გამზადებულია. კატალოგის ფასებით არის 158, ჩემი ფასი არის 110 და შეკვეთის მიწოდების საკომისიო, ანუ გაფორმების საკომისიო, სხვა ჩვენ სააგენტო პუნქტზე მიწოდების თანხას დამატებით აღარ ვიხდით, აი ეს არის და შეკვეთის დადასტურება. ანუ ჩვენი შეკვეთა უკვე დადასტურდა. ეხლა ნახეთ როგორ გამოვიყენე მე კუპონებით და ფასდაკლებებით მაქსიმალურად, თუმცა კიდე მომრჩა და რა თქმა უნდა კიდე ავიღებ რაღაცებს. მოკლედ ძალიან კარგად შეგიძლიათ გამოიყენოთ აი ეს ფასდაკლებები.